ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკ რუბინის განცხადებით საქართველოსა და რუსეთის ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოება დადებითი პროცესია. ამის შესახებ რუბინმა ვაშინგტონში ამერიკულ უნივერსიტეტში განაცხადა. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა საქართველოს ინტერესებში შედის. ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოშია. მას ისტორიულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა დიდ მეზობელთან, რასაც ჩვენ მივესალმებით, თუმცა ეს ამჟამად იოლი მისაღწევი არ არის. გვჯერა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოება დადებითი პროცესია. უკვე დავინახეთ რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი, მათ შორის გასულ წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ფარგლებში გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა მოხდეს. იმედი გვაქვს, მიმდინარე წელს შვეიცარიის ზედამხედველობით შეთანხმება განხორციელდება. გვესმის, რომ საქართველოს აქვს მწვავე პრობლემები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავწმუნდეთ, რომ სხვა ქვეყნებსაც კარგად ესმით გაეროს პრინციპების საზღვრების ცნობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ საქართველოს ჰქონდეს საშუალება ევროინტეგრაციის გზაზე იაროს, განაცხადა ერიკ რუბინმა.